აბა თუ გამოიცნობთ სად ვარ. პრინციპში სათაურში ხომ წერია. კი ბატონო. ეს იმერეთია, ეს საჩხერეა. ძალიან საინტერესო ძეგლები გველოდება წინ. წავიდეთ აბა ვნახოთ. დავიწყოთ სოფელ ჩიხადან. აქ რამდენიმე ისტორიული ძეგლია. ერთ-ერთი მათგანი ჭიღლაძეების უბანში სასაფლაოზე მდებარე სამების ეკლესიაა. ის მცირე ზომის დარბაზული ტაძარია, რომელიც მე-11 საუკუნით თარიღდება. ფასადებზე არ არის დეკორი. კედლები კი მოპირკეთებულია ღია ვარდისფერი სწორკუთხა თლილი ქვის ფილებით. ინტერიერში რამდენიმე საფლავის ქვაა. ერთ-ერთ მათგანზე გარკვევით იკითხება ეპიტაფია, რომლის მიხედვით განსვენებული მცირეწლოვანი ივლიტაა. ის მხოლოდ 6 წლისა ყოფილა. აქ ჩიხის თავზე არის ესეთი ციხის ნანგრევი და ღვთისმშობლის ეკლესია. მოითავ ჯერ ციხე დავათვალიეროთ. აქედან შესანიშნავად იშლება მთელი ხედი მთლიანად საჩხერეზე. ძალიან ბევრი რამ ჩანს. შესაბამისად ლოგიკურია ამ ადგილას ციხის არსებობა. ნიკო ბერძენიშვილის ვარაუდით ჩიხა არგვეთის საერისთავო იყო. ამავე დროს ჩანს ის მე-9 საუკუნის პირველ ნახევარში აფხაზთა მეფეების რეზიდენცია ყოფილა. წერილობით წყაროებში კი მე-9 საუკუნის მეორე ნახევარში იხსენიება. აი ეს კი თავად ეკლესია. მე-12 საუკუნის ტაძარია, ნახეთ რა შესანიშნავი ჩუქურთმები აქვს. ეკლესიის შესასვლელის ტიმპანის არეში წარწერაა. მრავალმოწყალეო ღმერთო, შეუნდენ ცოდვანი შერაზაც და განუსვენე სულსა მამისა მისისასა ივანესა.
გიორგი ბოჭორიძე გამოთქვამს ვარაუდს, ვინაიდან ჩიხა ერისთავთა სამყოფელი ადგილი იყო, შესაძლოა ტაძრის წარწერაში მოხსენიებული შერაზადი და ივანე ჩიხის ერისთავები ყოფილიყვნენ. აი დააკვირდით რა შესანიშნავი კარნიზი აქვს. იგივე ლავგარდანი. ძვირფასად არის მორთული. თავისი ეპოქის ხილვილი მაგალითია, რომელიც მაღალი ოსტატობით არის შესრულებული. ძალიან ლამაზია. რაც მთავარი, არც ერთი ქვის ჩუქურთმა არ მეორდება. ერთნაირი არც ერთი არ არის. ყველა სხვადასხვანაირად არის ჩახუჭუჭებული. ძალიან ლამაზია. ის იყო ჩრდილოეთ კედელი, მეგობრებო, ეს კი უკვე სამხრეთ კედელია, აი აქაც ესე გაზდევს ლამაზად ლავგარდანის ზოლი. აქეთაც მშვენიერი ჩუქურთმებია. გარშემო კი ულამაზესი ბუნებაა. აი გადავხედოთ არემარესაც. ძალიან ლამაზია. აი ეს ლამაზი ლავგარდანის ქვა აქაც ადევს, აქვე ციხის კედელთან. ლამაზესი ადგილია, ულამაზესი ტაძარი, ულამაზესი გარემო. მობრძანდით რაღაც მასპინძელი გამოდის, მაგრამ მობრძანდით აქაურობა ძალიან ლამაზია. დაათვალიერეთ. შესანიშნავია. ჩიხის კომპლექსი მე-11-მე-12 საუკუნეებით თარიღდება. ის მოიცავს გალავანს, ციხე-დარბაზს და მცირე ზომის დარბაზულ ეკლესიას. ეკლესია დამჯდარი, კოხთა პროპორციებით ხასიათდება და გამოირჩევა გემოვნებიანი, ოსტატურად შესრულებული მორთულობით. გალავანი გეგმაში ოვალური მოხაზულობისაა. იგი დღეისთვის ნანგრევების სახითაა შემორჩენილი. გალავნის შიგნით ორსართულიანი ციხე-დარბაზი დგას. კედლებში შემორჩენილია სართულშუა კოჭების ბუდეები. ამრიგად, ჩიხის ციხის კომპლექსი ქართული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ნიმუშს წარმოადგენს. გადავინაცვლოთ სოფელ ჭალაში. აქ აბაშიძეების საგვარეულო ეკლესიაა. ის 1510 წლით თარიღდება. მას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მასში დაცული ფრესკები და ფრესკული წარწერები. ბუნებრივია, გამოსახულნი არიან აბაშიძეების საგვარეულოს სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები. ჩრდილოეთ კედელზე გამოსახულია აბაშა აბაშიძე, ეკლესიის მაშენებელი. მის გვერდით კი მისი მეუღლე კეკლუცაა. სახელი კეკლუცა რაჭაში, ბუგეულის ტაძარშიც გვხვდება. ტაძარი პალეოგრაფიულად შესწავლილი აქვს სახელოვან მეცნიერს ვალერი სილოგავას მე-20 საუკუნის 70-იან წლებში და აღნიშნავს, რომ დასავლეთ და სამხრეთ შესასვლელის თავზე არის წარწერები. ამჟამად ამ წარწერებს მე ვერ მივაგენი კედლებზე. წარწერების ბედი ჩემთვის უცნობია. შესაძლოა ისინი გასულ საუკუნეში მომხდარ მიწის რა შეეწირა. თუ ვინმემ რამე იცით ამ წარწერების შესახებ, გთხოვთ კომენტარებში დაწერეთ.
აუცილებლად უნდა ითქვას ფრესკების ძალიან რთულ მდგომარეობაზე. ისინი გადაუდებელ კონსერვაციას საჭიროებენ. ეხლა ვართ სოფელ სპეტში. აი ეს არის სპეთის ქვედამაცხოვარი და აი ზემოთ, აი იქ არის ზედამაცხოვარი. იქ უნდა ავიდეთ. სახელწოდება ზედამაცხოვარი მკვიდრდება მე-19 საუკუნიდან. მას შემდეგ, რაც სპეტში აიგო მაცხოვრის სახელობის მეორე ეკლესია, რომელიც უშუალოდ სოფელში მდებარეობდა და ძველი ეკლესიის ქვემოთ იდგა. მეორე ეკლესია 1991 წლის მიწისძვრამ ნაწილობრივ დაანგრია და სოფლის მოსახლეობა მის აღადგინა. რაც შეეხება ზედამაცხოვარს, ტაძარი აშენებულია მე-11 საუკუნეების მიჯნაზე და წარმოადგენს ერთნავიან დარბაზული ტიპის ნაგებობას. აქედან იშლება შესანიშნავი ხედები მთლიანად ყვირილას ხეობაზე და საჩხერის სოფლებზე. ეს ტაძრის 1938 წლის ფოტოა. 1939 წელს მაშინდელმა კულტურის ძეგლთა დაცვის განყოფილებამ ეკლესია შეაკეთა. გარდა ჩრდილოეთის ფასადისა, ტაძრის სამივე ფასადი მორთულია. ორნამენტი კი მხოლოდ კარ-სარკმელთა მოსაჩუქურთმებლადაა გამოყენებული. ეკლესიის შიდა სივრცე აზიდული პროპორციებით ხასიათდება. შუაში აღმართულია ხის მასიური ჯვარი, რომელიც ასევე მასიურ კვარცხლბეკზე დგას. უკან კი შესანიშნავი თეთრი ფერის თაბაშირის კანკელია. მასიური ხის ჯვარი შიდა სივრცეში ვერტიკალურ აქცენტს ქმნის და კიდევ უფრო ზრდის და ხაზს უსვავს ინტერიერის აზიდულ პროპორციებს. ინტერიერი კარგად გათლილი კვადრებით არის ნაგები. ეს სივრცე, ისევე როგორც ფასადები, დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე. მას უბრალოდ უნდა იდგე და უყურო. ნამდვილი საოცრებაა. ზემო იმერეთი და კერძოდ საჩხერე მდიდარია ისტორიული ძეგლებით. ამიტომ ჩვენ აქ აუცილებლად დავუბრუნდებით.
იმოგზაურეთ საჩხერეში. მარტო მოდინახეს ციხედან რა ტყის სამხედრის ყურება.